ჩვენი მომდევნო პრეზიდენტი იქნება მიხეილი. განაუბრალო მიხეილი ის მიხეილია, მიხეილ ყაველაშვილი. ის არის კაცი კაცური, რჩეული ერისა, რჩეული სპორტისა, გლადიატორი ოლიგარქისა, მიხეილ სპორტიუს ჰაბიტუს დიპლომიუსი. მან დაამთავრა საშუალო სკოლა, განა 1 კლასი, განა 2, განა 3, განა 4, 9 კლასი. იცით რამდენია 9? აი ამდენი. მგლის მუხლი, ლომის ხასიათი, არწივის გამძლეობა, კატის რეაქცია და ძაღლის ბედი, ეს მიხეილ ყაველაშვილი. აწურის ბრძოლა, ხრესილის ბრძოლა, გწანისის ბრძოლა, ეს იმ ბრძოლების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ მიხეილ ყაველაშვილს არც კისმენია. მისი საყვარელი ფილმია შერეკილები, ხოლო საყვარელი ფრაზა აქედან ვერ წაშლით. იმიტომ რომ აქედან არც არაფერია წასაშლელი. მასზე არსებობს არაერთი ლეგენდა თუ გმირული საქციელი, როცა ღმერთი ჰაბიტუსებს არ იგებდა, ყაველაშვილი საერთოდ არ მისულა, იმიტომ რომ ჰქონდა. ის იმდენად უბრალო იყო, რომ ოცნება ჰქონდა, მთელი ქვეყანა მას დამსგავსებოდა. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს ადგა და წიგნი აკრძალა და საშუალო განათლება სკოლებში დაწყებითებამდე დაიყვანა. მას ადრე გასაოცარი მეხსიერება ჰქონდა. მისი გონება თავისუფლად იტევდა ერთ მოთხრობას და 2 საბავშვო ლექსს. თუმცა რაც Nokia N73 გამოვიდა 28 მეგაბაიტიანი ჩიპით, მან კონკურენციას ვეღარ გაუძლო და ფეხბურთს მიაშურა. ყაველაშვილმა ერთხელ გადაცემა რასად როდიშიც მიიღო მონაწილეობა. აქ მემატიანე წყვეტ წერას და არავინ იცის იქ რა მოხდა. ერთხელ ჩვენს დედაქალაქს მტრის სადამსჯელო არმია მოადგა. იქვე მიხეილი შენიშნეს, თავისთვის იდგა და მზეს უმზირას ჭამდა. მიუახლოვდა მტრის სარდალი და ეუბნება: „ეი შენ! გაგვიძეხი წინ და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიგვიყვანეო. თორემო თავს მოგაჭრითო, კარგითო უთხრა მიხეილმა. გამომყევით და გაჩვენებთო. 2 კვირა ატარა მიხეილმა მტრის სადამსჯელო არმია და ვერ იპოვა ბიბლიოთეკის შენობა. ოღონდ მართლა ვერ იპოვა. მტრის ჯარი შიმშილით და წყურვილით დაიხოცა. განა არ შეეძლო მიხეილის გაერკვია სად არის ბიბლიოთეკის შენობა, მაგრამ დღემდე არ იცის, რადგან შეგნებულად ვაიდე ისევ მოადგეს დედაქალაქს მტრის ჯარი, სანამ ყაველა პრეზიდენტია იძინეთ მშვიდად მოსახლეობაო. მასზე ლექსების იწერებოდა: ჩვენი მიხეილი ყაველა წიგნის მოძულე კაცია, კონსტიტუცია ჩაათვეს, გაკრა ხელი და გახიაო. ვახტანგ გორგასალს ხმალი ამძიმებდა. აღმაშენებელ სცოდვები, ამიტომაც დაწერა გალობანი სინანულისანი. მიხეილ ყაველაშვილს კი არაფერი ამძიმებს. არც ცოდნა და არც ცოდვა. ის ძალიან მსუბუქია, ამიტომ ის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მსუბუქი ქენქერა პრეზიდენტი. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.